კითხვაზე. საქმეს პირადად თქვენ გავალებთ. მისი ზედმეტი სახელია ჯიქი. გახსოვდეთ, რომ ის ამ პარტიის ერთ-ერთი მეთაურთაგანია. აი მისი საქმე. არ დაივიწყოთ, რომ ის ვეღარ უნდა გამოიქცეს კატორღიდან. მესმის პადანო პოლკოვნიკო. მუშაობდა ბაქოში, ნავთის სარეწაოებზე. აწარმოებდა იატაკ ქვეშ მუშაობას. აჯანყებდა მუშებს, ასევე იწერებიან ქუთაისიდან ბათუმიდან. შეუწყნარებელი სიტყვით გამოდიოდა ნავთსადგურის მუშების წინაშე. გაგვეპარა, ვერ აღმოაჩინეთ. მოაწყო გაფიცვად, დაპატიმრებულია. გაციმბირებულია საკატორღოს სამუშაოზე. გაიქცა. ვეცდები ეს ჯიქი თეთრი დათვების ბუნაგში გადავგარგო. ყველას დაგხრეთ თუ საქმურებო. იბრძანებთ ახლა მოძებნოთ და დააპატიმროთ. სოციალისტი ვარ. სალდათები მომდევენ, თუ დამიჭირეს სახლ-ჯობელ არ ამცდება. დამალეთ. კი, მაგრამ აი უკვე კიბეზე მოდიან. ჩქარა. მომყევით. აბადეთ, ბატიმარი გამოგვექცა. აქ არ არის შემოსულა. ნებარებოძე თვალი მოიხადო. მოიხადეთ. იგეთეძებე. აქ ხარავინ არის? ის ოთახი გაჩხრიგებ. თხილად ქალბატონ კეთევან, ცუდი დროა, ოჯახს უბედურება არ შეამთვრიოთ.
მაბადიეთ ქალბატონო. მაგრამ რას იზამ? სამსახური. მოვალეობა ყველაზე მაღლას დგას. მოვხებ. რატომ კარადაში არ დაიმარეთ? ეგ არ მიშველი და თქვენ დაჭრილი ხართ? ეს არაფერია. ეს ასე ვთქვათ, დილის ნამია. თქვენ მგედირით? მაშინ რაღაც იზამთ, როცა მაშინას ვიზამ? აღარ ვიტირებ. თქვენი სახელი მითხარით. ქეთევა ნახატნელი გახლავართ. თქვენი? თქვენ არიცით ვინ გაუშვით ხელიდან ეშმაკმა და გლახრათ. შპოთი, გაფიცვები, ყუმბარების დამზადება, ყველაფერი მისი ნახელავია. მე არ ამგონია ჩვენ გვყავდეს უფრო საშიში მტერი ვიდრე ეს ჯიქი. სამჯერ გადავასახლეთ და სამჯერვე გამოიქცა. დღეს მეოთხედ გამოვიქეცი. თქვენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება. ვეცდები რითიმე გადაგიხადოთ. გმადლობთ. ნახვამდის. თქვენი სახელი მაინც არ მითხარით. ის ოფიცერი თქვენაც ხომ არ არის? სანდრო კლიმიაშვილი გახლავთ. ჩვენი ოჯახის მეგობარია. ქალბატონო მადლს მარილი სჭირდება და მოაყარეთ. თვინიცობა დამიჭირონ, გადაეცით მართას, რომ ვაშლები ილპება და ახლავე გაღმა გადაიტანონ. ამ ვაშლები ილპება და ახლავე გაღმა გადაიტანონ. მართა, გენაცვა, იმ უცნობის გვარი მაინც მითხარი. რატომ თვითონ არ გითხრა? არ ვიცი. მეც სახელად ჯიქი ქვია. ჯიქი. ნამდვილი სახელი? არ ვიცი. არ მენდობი? მეტი მე თვითონ არაფერი ვიცი. მამა, მართა, გენაცვა, ოღონდ ის ჯიქი სადმე შემახვედრე და რაც გინდა მთხოვე. მაგას კი არ შეგბირდები. რატომ? ბინა არ აქვს აბასადი. გამარჯობა, დაბუა. შვილო. ზურა. გამარჯობა. საიდან გაჩნდი? სიდან ჩამოვარდი თუ ქვესკნელიდან ამბობ. ქვესკნელიდან. რაჟდენი სად არის? აგერ? რაჟდენ. რუკი ვარ. ზურ შენ გენაცვალე ბიჭო. რაჟდი არა, ლომი ხარ, ლომი. ისევ ერთად ვარ. კაცი ციხეს გადაურჩა და შიმშილით მოუკლა. აბა. გამარჯობა და ზურაბ, მართა. ზურაბ. აბა მართა, ვაშლებისას რას მეტყვი? არ ხეინათ იყავი. არც ერთი არ არის ჭიანაჭამი. ოჩახ მართა, ოჩახ. მაშ ხვალ საღამოს შენთან შეატყობინე ბიჭებს. კარგი. ხვალ 9 საათზე ჩემთან. ზურაბისაგან მოგიტყვე.
4 საათზე ჩემთან. კარგი. მალე გათენდება. ჭეშმარიტად გათენდება. ვარლამი მოჰკლეს. ვარლამი? დღეს მოკლეს. ვინ მოკლა? ჟანდარმებმა. უკვე მიათია. იქნებ გაგვცა ვინმე. შენ რა სიტყვი? ფოცხვერ. შეიძლება. ბატონო ანდრო, თავად აზნაურობა კისრის ტეხით გამორბის სოფლებიდან. საშველი არ არის მთელ გუბერნიაში. თქვენს ადგილმა მუზგლეხობა დაერია და კინაღამ გადაწვა. მოკვლას მიპირებენ. მოურავი აღარ გვესაჭიროებაო. ჩვენ თვითონ მოუვლით აქაურობასო. ღმერთო ჩემო, რა დროს მოვესწარით. სოფელში ჯანყია. აქ კიდევ ყველგან გაფიცვებზეა ლაპარაკი. თავისუფლებისთვის იბრძვიან, დედიკო. უნდა მოვიტმინოთ. შვილო, ეს რაღა თავისუფლებაა, თუ კი მთელი თავადაზნაურობა ამოჟლიტეს. სოფლათაც აღარ ყოფილა საშველი. მაშ სოციალიზმისათვის ბრძოლა. ქორწილი ხომ არ გეგონა? გენაცვალეთ, ეს სოციალიზმი კი არა ომია. რომელი ერთი გადავრჩებით. ხომ გაიგონე რა ხდება სოფელში. კინაღამ გადაუწვათ ჩვენი სახლკარი. მერე და რა უკადრისად იხსენიებენ ანდრო ახატნელის სახელს ქალბატონო მარიამ. ამბობენ მეფის ლაქია და თავისუფლების მტერიაო. განა მამა თქვენი ასეთი ხსენების ღირსია? რაც უნდათ ისი ლაპარაკონ მარიამ. მალე დამთავრდება ომი იაპონიასთან. მეფის არმია გაიმარჯვებს და რევოლუციასაც ჩაახრჩობენ. ყველა მიამბოხეს დაიჭერენ, გააციმბირებენ და მაშინ ნახოთ რა სილაპარაკი. ჩემის აზრით, იაპონიასთან ომში მეფის ჯარი განადგურდება და ტახტიც მასვე მიჰყვება. აი ამაში კი ნიკო მართალია მამა ჩემო. როგორც ვხედავ ამ საკითხში თქვენ საერთო ენა გამოგინახავთ. კარგით, ეგრე იყოს. ბოლშევიკებს царизმის დამხობის აუცილებელ პირობად შეიარაღებული აჯანყება მიაჩნიათ. ამაზე რა სიტყვით, ა? ჩვენ მაგისთან ახმა არა ვართ. ვინ თქვენ? უმრავლესობა. უმრავლესობა თქვენ კი არა, ჩვენა ვართ. საქართველოში ჩვენ. ჩვენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშა პარტიის ნაწილი ვართ. იქ კი უმრავლესობა ჩვენ გვეკუთვნის. ამიტომ არ გემორჩილებით.
ორი ყუმბარით საპასუხოდ 200 ზარბაზანი რომ დაგიშინონ, მაშინ რასივით? ნუ გეშინია. შენ ყოველთვის გადარჩები. სანამ ისინი საკოლთო გაფიცვას შეიარაღებულ აჯანყებად გადააქცევდნენ, მანამდე მათ ყველას დააპატიმრებენ. ყოველდღე ერთი რა იგია. დილომშვიდობისა, ილიკო. ვისაუბრეთ როგორ მომაბეზრეთ თავი მაგ თქვენი პოლიტიკით. ბრავო. იქნება მამის ხარჯზე, შანტანში. ყოველღამე ლოთობაც მოგეწყინა, ა? რა თქვი, მამიკო? ილიკო, დაჯექი შვილო. მადლობ დედა. ჩვენ გადავწყვიტეთ ბელვიუში ვივახშმოთ. გავუვიარეს კიდეც. კლიმიაშვილია. შემეშალა. კლიმიაშვილია თაიგულით. ეს შენთან აქეთინ რა? მე რა შუაში ვარ? როგორ შეიძლება პატიოსან ოჯახში ჟანდარმი ღება? კეთოს უმადლოდეთ. თავი მომაბეზრა. არ მივცემ უფლებას ჩემს ოჯახურ საქმეებში ჩაერიოს. ვისაც მსურს, იმას შემოვიყვან სახლში. მე მრწამს, რომ კლიმიაშვილი პატიოსანი კაცი. ჟანდარმი და პატიოსანი. ჟანდარმი ჩემთვის ის არა, რაც თქვენთვის. იგი დარაჯობს ჩემს მოსვენებას, ჩემს სიცოცხლეს, ჩემს საკუთრებას, კანონს. ამის შემდეგ კიდევ გიგვირს დედაჩემო, რომ მამას მეფის რაო? რას თქვი? თეიდა შენი ფეხი არ ვნახვა აქ. გაიწრი აქედან. საპლაკ. წავალ. ფეხსაც არ შემოვდგა მაგ. შვილო, ნიკო. არც მე მსურ ჟანდარმთან შეხვედრა. ზევით მიდის ჩვენთან. თქვენთან რა უნდა? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემს სიძეს ვახლარ. მაგას რომ ვეღირსებოდე ძვირფასო ილიკო. ჩემზე ბედნიერი ვინღა იქნება. ალექსანდრივან. აუ, კალბატონო მარია. მობრძანდით. მობრძანით ალექსანდრე ივანიჩ, მობრძანდით. რას გეტყვით ახალს? ჯერჯერობით კარგს ვერაფერს პატივცემულ ანდრო. თქვენთან? ქალაქის სათათბიროში როგორ არის საქმე? გუშინ კრებაზე ცხარე კამათი გქონდა. წარმოიდგინეთ, სოციალ-დემოკრატები დემოკრატიულ რესპუბლიკას მოითხოვენ. მაბადიეთ, უნდა დაგტოვოთ, რედაქციაში მილოდებიან. თხოვთ. მადლობთ. აი დედასა. მაგისთან ახალი ჟანდარმა უნდა წაიყვანოს. კეთომ ისეთი მადლი დამდო, რომ სიკვდილამდე ვერ დავივიწყებ. რა არის შვილო, ყველგან შანტანში ხედია. რატომ? მე ეს არ მომწონს. სიცხლია ბოლოს და ბოლოს. როგორ შეიძლება? ვეჭა. მომეცი აქ. მომეცი გეუბნები მე შენ. ახ. საძაგელი. მუსიკა და სიმღერა რა ჯობია სოციალიზმის თეორიის შესწავლას. რა იცით რომ სოციალიზმის თეორიას სწავლობ? მე ყველაფერი უნდა იცოდე. მით უფრო თუ ეს
თქვენ ცხოვრებაში ეხება. ხომ იცით? თქვენოთ აღარ მეცხოვრებ. კმარა. კეთილი. კეთილი. მითხარით. როგორ მოხდა თქვენთან ზურაბ გურგენიძე? ვინ? გურგენიძე? საიდან გაჩნდა ის თქვენ საწოლ ოთახში? ზურაბ გურგენიძე. მოვედი გაგაფრთხილოთ. თუ ინცობა დაგიბარეს და კითხეს, არამც არ გამოტყდეთ, თორემ თავს დაღუბავთ. ხომ ხედავთ, თქვენ და მისი ყოლმა გამატეხინა ფიცი. ზვირფასო კეთო. თქვენ რომ ხიფათი შეგემთხვათ. თავს მომიყავ. კიდევ ერთი გაფრთხილება ქალბატონო ქეთევან. თქვენი უმცროსი ძმის ნიკოს დაჭერის ქაღალდი მიიღეთ. ნახეთ. ძალიან მებრალე ისიც. თქვენ ქალბატონი მარიამი და პატივცემული ანდროც. ნიკო გააფრთხილეთ. ხვალის ყაჭაღები ამ ხანაკს მარხავენ. არ გაეყაროს პოლიცია თავს დაესხმება. იარაღი იხმაროს. გადაეცით კომიტეტის ბრძანება იარაღი იხმაროს. ბრძანება იარაღი იხმაროს. გადაეცით კომიტეტის ბრძანება იარაღი იხმაროს. გადაეცით. დაიშალეთ! პატიმრებს მიხედათ. ჩქარა. მომყევით. სისტე დაიყრება. სერვირა ხარ. და პატიმრებს. სამაგიერო სამით გადაგიხდი. რომელი? აი ეს ქალი და ვაჟი. ქალს მართა ქვია ვარსკი ნიკო. ართა და ნიკო რომელი ხარ?
მე გამოდით, ხოქაური გიბარებთ. აბა, შენ აქ აგინდა კეთო. და. შენ აქ აგინდა მეთქი. სადა ხარ, სად გადაიკარგე? ახლა მის დრო არ არის. რატომ წამოხვედი სახლიდან? ნუ თუდე არ გეცოდება. ათაურობას მოშორდი. არ მოხდები, სანამ სახლში არ წამოხვალ. ნუ მთხოვ სახლში არ დაბრუნდები. იცოცხლეთ. ეს ნაკეთ კეთო. აკეთიკით გაიქეცთ ხალხს და უცხეთ ჩვენს პატიმრებში ჩავერიოთ. 20-ის მაგერ 200 გავხდებით 2000. ვეღარაფერს გვისამენ. აბა. ოშკარ. ხალხებო, იგრექს გაერიეთ. ხალხო, აბა, მომხევით. ამხებით. ბიაქაურობას გავეცალოთ. არია, შესწვიდეთ სიმღერა! დაიშალებით, მათვეთ! მიჯი? ხეცი, პირუტყვი. შენს ლამაზი როგორ გაიმეტა? არა უშავს. მომირჩევა და არ კი დამავიწყდა. დიდი მოთმინება ქონიათ ღმერთმანი. ეხლა კი მესმარ არიან. ძლივს მოვიჩბინე. კეთინო. შენ არც კი ხოვბრობ. მინდოდა თავპირი დამემტრიო მათთვის. თვითონ გავედავდი? გავპეტავდი. არავის არ დაინდობდი? არავის. იმიაშვილსაც გაიმეტებდი? რატომ არ გავიმეტებდი? რა ვიცი. ამბობენ ის შენი საქმროა. რას ამბობ მართა? ზურაბის ვაჟკაცობა მახტაცებაში მომიყვანა. თქვენ მართლა პოეტები ხართ. უდიდეს წითელ პოემას ასწერთ. ზურაბი ისე უბინავდა? ხო, უბინავდა. დამიჯერე იარაღსაც ვიშოვი და ზარბაზანსაც. ზურაბ გეუბნები არსენალზე მივიტანოთ იერიში. ოხ, ნუ დაიშინე, ნიკო. აგი გითხარი არსენალის აღება მხოლოდ ჯარს შეუძლია. საცა ჩვენი ერთგული ბატალიონი ჩამოვა განჯიდან და მაშინ სასახლესაც ავიღებთ შტაბსაც და არსენალსაც. მოგბრძანდით. ნიკო, დედა, როგორ მოხვდით აქ? კეთო, არ აგცხრენიან, რომ ასე მიატოვე დედა. რა ვქნა დედა? სხვა გზა არ მაქვს. სხვა რა იყოს რა ამ ხალხს აწუხებ. რას ამბობ შვილო? ნიკოს რაჟდენისაგან როგორ გავაშევ? როგორ დავამადლი რამეს? ასე რამ გაგიქვავა გული, რომ დედის თხოვნას არ არათაგდებ. გაიგე დედა, არ შემიძლია მამასთან საერთო ენა გამოვნახო. თავს დაიღუპავ შვილო, დაგიჭერენ. კლიმიაშვილმა გამაფრთხილა კიდეც. კლიმიაშვილმა. ფრთხილად იღავით შვილებო, ფრთხილად. დედა ხართ, ჩემს გულის ტკივილს მიმიხვდებით. ურჩიეთ სახლში დაბრუნდეთ. სახლში დაბრუნებაზე უარის თქმა არ შეიძლება. ხომ იცი რომ გვითვალთვალებენ? საქმესაც ასეჯობია ბიჭო. მართალია. აი ბატონო ვანდრო, უკანასკნელია მონაბისკი. თქვენი წერილი დიდ კამათს გამოიწვევს. არა უშავს. ამბობენ კამათში ჭეშმარიტება იბადებაო.
მეფისა და 10 მინისტრის კარი მუდამ ღია გვაქვს და საკმარისია 1000 დეპუტატის ნაცვლად ჩვენი უზენაესი ბატონი და უსაყვარლესი იმპერატორი დავაჯეროთ და ერთგულება დაუმტკიცოთ, რომ თავისუფლებაც გვიბოძოს და დედაენის უფლებანიც დაგვიბრუნოს. მით მეფის ტახტი იღება და საცაა დაინგრევა. მამა კი ხალხს აწყნარებს და ურჩევს ტახტის წინ დაიჩოქეთ. შევედრეთ, იქნება მეფემ წყალობა მოიღოს და თავისუფლება გვაჩუქოსო. ტყუილად ასტეხეთ განგაში. რა საბო ფილიკო? უჩვენოდაც იოლად სწავლენ. ასეთ პროვოკაციას მამა ჩემისაგან არ მოველოდი. ნუ ჯავრობთ, შვილებო. ეს ხომ მამა თქვენის პირველი წერილი არ არის. მან კარგად იცის, როდის და რა დასწეროს. ახლა ხომ გესმის დედა თუ რატომ უძახიან მამას მეფის ლაქიას, ბრცხვენიან. რას ამბობ, შვილო? მუღელა მარიამ დროება მოიტანა შვილები მამას ასამართლებენ განაგზეთ შვილებო განაგზეთ მე ხეს არ შეგიშლით არც თავს გავიმართლებ მე სხვა გზას ვერ ვხედავ მუღელა სულელო მოიჯერებენ გულს ლაბარაკით და გაწმარდებიან ეს პოლიტიკა უკეთესია საღამოს ჩემთან ერთად წამოყვიდე სად? ახალგაზრდობის წრეში როდისაკეთ დაიწყე ახალგაზრდობის კრებებზე სიარული? როგორც ხედავ დავიწყე ამბობენ იქ ძალიან საინტერესო იქნებაო ქალაქი ციხეს გავს. სულ ცოტა ხნის წინათ ამ დროს სიცოცხლე დუგდა და გადმოდიოდა. ვიღონ ხიარულებად ცეკვა. ახლა? შეაჩერებდი! ეზდე! საკუთი? ირევეთ. თვითონ გენერალ გუბერნატორის ხელის მოწერა. საიდან? კლევიაში. დაიყვანეთ ჟანდარმთა კომენდატურაში. იარაღი და პროკლამაციებიც იქვე ჩაბარეთ. დასი! საწყალი. ვინ არის ნეტავი? სად მივდივართ, ილიკო? საქმისათვის 100-ია საჭირო ჩემოდაო. ხო ვიცი რომ მე არაფერში არ მოვტყუდები. შენთვის ვნავ დაო, შენთვის.
ქალბატონო ქეთევან, ახლა ვეღარსაც ამიყოლთ. თანახმად სამხედრო წესისა თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით. ერთლიდან ჩამობრძანდით და მომხდით. სად მიყრება? თავი დამანებეთ, არ წამოვალ. თქვენ ჩვენი თვე ბრძანდებით. ამაღამ თქვენი ბროლის ციხე ქეთევან ეს იქნება. შანტაჟი რა მინდა? გამიშვი, ცირცხვილია. ხომ მთელი ქალაქი გაიგებს. გამიშვი. ვერავინ ვერაფერსაც ვერ გაიგებს. ჩემთან ერთად შესვლა რასიცხვილი. ძმასთან ახარ. ენა სიტყვის. ხვენი ელიკო, გამიშვი. აი. ნუ გრესინია, ვერავინაც ვერ დაგინახავს. გეშინო და არავისაც არ დავნახავ. მიბრძანეთ. არა. ამის გარდა. ეს რა ჩვენი ძმავიჭი არის. აბაშენებურად. გასაზრდელობა აქ სად მომიყვანეთ? ამ ერთხელ მაპატიეთ ქალბატონო ქეთევან. შემდეგში აღარ განმეორდე. საბუთები. საბუთები მეთქი. გასმის? შენ გეუბნებიან. საბუთები. ჩემი თავი განაცვალოს. ცენტრით რო წავიდეთ. მედიკოს დაუცადეთ. ძალზე მთვრალია და ნუ მივატოვოთ. ჩვენს მშვენიერ ქეთევანს გაუმარჯოს. ბატონებო, თხოვთ შესვათ სადღეგრძელო ჩემი საცოლის ძვირფასი ქეთევანის. ეს რა მიქენი სანდრო? ხომ მთელ ქალაქს ეცოდინები? ძვირფასო ქეთევან, ნუ არ დაჯათ, თორემ გეკიცები თავს მოვიკლავ. ნუ დაიწყოთ ქეთევან. ნუ დაგღუპავთ, ძვირფასო სანდრო, გვიშველეთ. ეს ერთი აპატიეთ, ახალგაზრდა, უჭკუობით მოუვიდა. უჭკუობით? თქვენ ცუდად იცნობთ თქვენ შვილს. ნიკო ნამდვილი ტერორისტია. ჯარისკაცის მოკლისათვის საყრჩობელ არ ასწდება. რას ამბობთ, ბატონო სანდრო? ვაი, შენს დედაც, შვილო. ეს რა ჯობს, აკვე მომკვდათ. Спасибо, Александр Иванович, спасибо. ოღონდ ახლა გადაარჩინეთ და პირობას გაძლევთ. ახლოს აღარ გავაკარებ იმ წყეულ სოციალისტებს. გვიაღა, ქალბატონო მარიამ. ნიკოს თქვენი თავდებობა ვერ გამოასწორებს. ის მეფის ტახტის ნამდვილი მტერი გახლავთ. ქეთოსაც დიდი ხიფათი მოელის გურგენცის გადარჩენისათვის. არ ვიცი პირდაპირ როგორ უნდა გიშველოთ. მხოლოდ თქვენ ჩვენი მხსნელი, მხოლოდ თქვენ. ამ დროს გული მთლად დაუსვისთ. ლოგინად ჩავართ. ბატონი ამ დროს ამ მდგომარეობას შეგენება როგორ შეიძლებოდა? მაპატიეთ. ამის სამართით ახატნელების ბინას გაჩრიგავთ. ყურადღება მიაქცია ქალიშვილის საწოლო თაღს. ოღონ ყველაფერი წესიარად და სდილობიანად ჩაატარეთ. ეს პოლკოვნიკ პესკინის ბრძანება ყველაფერს პირადად მე მომახსენებ. გასაგებია? მესმის. ბატონო როტმისტრო. იმას მოგახსენებთ, ქალბატონო მარიამ. თქვენ კარგად იცით, თქვენი ოჯახი ჩემთვის რა საყვარელი და უძვირფასესია. 3 წელია რაც კეთო ბორჟომში გავიცანი და დავუახლოვდი. მართალია, მისი გული ვერ მოვიქე. დღემდე ვარზია. მაგრამ უმისო ცოცხლე ვერ წარმომიდგენია. იმედსაც არ კარგა.
თვითონ არ ვიცი როგორ გადავრჩი. ბეწვდეთ ბეკიდე. ნიკო წაიყვანეს თუ არა ცოტაღას შევიცადე. დაიქავრობა რომ იწყნერ და სახლისაკენ მოუსვი. ციხეში ხომ არ გადაუყვანიეთ? არა, ჟანდარმთა კომენდატურაშია. მართა. კეთო უნდა ვნახოთ საჩქაროდ. მას შეუძლია დაიხსნას ნიკო. კლიმიაშვილი უარს ვერ ეტყვის. გობიხარ. კეთინო. მათიკო, როგორ მინდოდა შენი ნახვა? ნუ სტირი, ჩემო კეთინო. ჯერ მეტეხში არ გადაუყვანია. ჟანდარმთა სამმართველოშია. მერე. ზურაბმაც გთხოვა. თქვენ ნუღელავთ ბატონო ანდრო. თუ კეთომ ღირსი განხადა და ჩემს ბედნიერებას მოესწარი. ვინ გაბედავს ჩემს ნათესებზე ეჭვის მიტანას? ან ღალატის დაწამებას? არა, სანდრო სულად არ გავყვები, არა. რა გადირებს გენაცვალოს დედა? რატომ ვერ გადაგიწყვეტი? მეც ასე გავაწვალე ჩემი ანდრო. ახლა კი სულს მირჩევი. ჟანდარმს სულად ვერ გავყვები, ვერა. მითხარი. რატომ შეიძულე ის პატიოსანი ადამიანი? სიცოცხლეს ურჩევ. არ მიყვარ, დედიკო, არა. შენი ბედნიერებისათვის, შვილო. მთელი ჩვენი ოჯახის ბედნიერებისათვის. დედა, დედიკო. ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი ბეზგინი და მისი მეუღლე. ჩემი საცოლე. კეთევან ანდრია სასული ახატნელი. მოხარულება. ბარონი ნოტბენი გრაფის სეგული. ამბობენ ამ ჟანდარმს მიყვებაო ცოლად. რას ამბობ? რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ახარ? თქვენ სახლში დიდი სიხარული გელით. ნიკო. ანდრო, ხავე დაბრუნდები. ლოჟაში გენერალ გუბერნატორი ბარონ რაუშ ფონ ტრაუნბერბერგი და მისი პატიოსნესი და უგანათლებულესი მეუღლები წამდებიან. პატივცემულო საზოგადოება.
დირექციის სახელით დიდ ბოდის ვიხდით და გთხოვთ პატიებას, ვინაიდან ჩვენ დღევანდელ წარმოდგენას ვერ ჩავატარებთ. ეს არის გვაცნობას, რომ ელექტროსადგურის მუშები შეუერთდნენ საერთო გაფიცვას და 15 წუთში სინათლე ჩაქრება. ვინ მოითხოვს? რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის კომიტეტი. გააძლიერეთ პატრული. მარკაკიშტ. აჰა, ეს თქვენი პოლიტიკა. რაო? ეგ რა გიქნიათ? ჟანდარმის სიძეთ შემოუშვით ახატნელების ოჯახში. რა კი მე ვკისრულობ ჟანდარმის ცოლობას. შენც მისი ცოლის ძმობა იკადრე. კეთო. დაიგო. სანამ გვიან არ არის დაუფიქრდი რა შეჩადიხა. ასე ადვილად გადაგვიდექი? სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნუ თუ ყველაფერი ლამაზ მუნდირზე და კოხტა ულვაშებზე გასვალე. აი პირველი მწარე ნაყოფი, რომელიც მე ამ გზაზე მერგო. და მერე ვისგან? ძმისგან, რომელიც სახჩობელად გადავარჩინე. რაო? სახჩობელას გადაარჩინე? ჟანდარმის მარგი რაში მჭირდება? იცოდე, თუ ამას შაიდან, ძმათაც ნუ არ ჩამთვლი. ნიკო! ბოლოს ინანებ, მაგრამ გვიან გაიქნება. რა იყო შვილო? რა დაგემართ? ღმერთო მომეცი გაძლება. ღვთისმშობლის ხადი გწყალობდეს, ჩემო შვილო.
ბედნიერება, სიხარული და 12 ქალვაში მიანიჭოს. ბედნიერება, სიხარული და 12 ქალვაში რაკური ჟანდარმის მუნდირზე გაგცვალა. უნდა ვერიდოთ. განსაკუთრებით მე. კლიმიაშვილი ჩემზე დაზვერვას მოვაწყობს. ბავქლა. უნდა ჩავაგშორდეთ. მოსურელო ბიჭო. არ შეამჩნევია. მიულოცე კიდეც. არა. დილამდე მზად იქნება. წადი მიულოცე. წადი. დამშვიდე. უჯავრო პატრო. თუ ოჯახში არ წვენენ, თუ არ მოვლენ. კიდეც რომ არ მოვიდნენ, თავი უნდა შევიკავოთ. კეთოს წღენინება დღეს არ შეიძლება. ვის დაემსგავსნენ ასეთი იუდები? აგერ ის შეჩვენებულები. მოვიდნენ. აბა, მიულოცეთ ნეფე დედოფალს. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, ქეთევან. ჩვენს სიძეს ყველა მოგოცეთ, შენც აგოცე. ნიკო, ახლა შენი ჯერია. აგოცე. აგოცე მეთქი. ასურგა ზარარ!
ეკა აბა, ნახვალ ისმენელო. ო სანდრო გენაცვალე. კარგად კი გავილიგო. კლიმიაშვილი გისმენს. თქვენ გენერალ გუბერნატორი გიბარებთ. რაო? ეხლა გამოვცხადე? რა მოხდა? არ შემიძლია. როგორ თუ არ შეგიძლიათ? აქ მომეცით? გევალებათ სასწრაფოდ გამოცხადეთ. გისმენთ თქვენ ვაღმადებულებო? ამ წუთში მან ვიქნები. კეთილ, გენაცვალე. მაპატია. უნდა დაგხტო. რა მოხდა? გენერალ გუბერნატორი ბიბარებს. მოსალოდნელია დიდი დემონსტრაცია. ხელმწიფე იმპერატორმა მანიფესტი გვიწყალობა. დაგეცით, რომ ეგზეკუციას სოფლებიდან მაშინ გამოევმანთ. და სამხედრო წესსაც მაშინ გავაუქმებთ, როცა ხალხი დამშვიდება. ხოლო პატიმართაგან 72 კაცს დღესვე გამოუშვებ. დანარჩენებს კი, როცა პეტერბურგი გვიბრძანებს. ნიკო, მოგილოცავ. მოგილოცავ. დღევანდელი მანიფესტი ჩვენი სრული გამარჯვებაა. პიროვნების ხელშეუხებლობა, სიტყვის კრებების კავშირების თავისუფლება, ნამდვილად რევოლუციის დასასრულია, ნამდვილად. დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისი. საბოლოო გამარჯვებას ჯერ კიდევ ზღვის სისხლი და ცრემლი შეეწირა. უსისხლობაც შეიძლება. ეხლა მთელი ჩვენი ძალღუნე სახელმწიფო სათათბიროებს უნდა შევალიოთ და თავისუფლებაც ამით მოვიპოვოთ. შენი საზრით თავისუფლება ზემოდან იძლევია. რა თქმა უნდა.
მუშებისათვის მათ ტყვიისა და მათრახის მეტი არაფერი უბოძებიათ. გამარჯვებისათვის იარაღი და აჯანყებაა საჭირო. ჩვენი პარტია იარაღზე ხელს იღებს. რომელ რევოლუცია შეუძლია უიარაღოდ დაიმარჯვოს? როგორ არ გესმის? როგორ არ გესმის ხალხი დაფრთხება, გაიქცევა და მონოპოლარი დაგვეღუპება. შენისთანები დაფრთხებიან. ხალხი კი ჩვენთან დარჩება. როგორ ბედავ ჩემი პარტიის შეურაცხყოფას? ის რა პარტია, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ზურგში დაჩვდით! მანიფესტი პროვოკაცია, მოტყუება. როგორ ბედავ მანიფესტის შეურაცხყოფას? რა მოგივიდათ? მანიფესტი ვერ გაიყავით? მეფის ადგილზე რომ ვიყო, ამასაც არ გაღირსებდით. მეფე ძალზე მოწყალია. თქვენ ისე შეეცდებით მანიფესტის შეკრეჭას, რომ კუცსაც აღარ დატოვებთ. მას თქვენი აზრით საქმე აჯანყებამდე უნდა მიიყვანოთ, არა? თქვენ რომ უფლება მოგცემთ, მართლა ძირფესვიანად ამოვხრიდით ძველ სამყაროს. უმჯობესია იქ წავიდეთ. ხალხს მოусმინოთ. წავიდეთ, წავიდეთ? იქ ვილაპარაკოთ. თუ დამარცხდნენ, ვაი ჩვენი ბრალი. თუ გაიმარჯვეს, უი ჩვენი ბრალი. კეთინო. მაგ ჩემი მაგიდის გასაღებ ხომ არ დამჩენია? აქ არის? დაკეთე უჯერე შეინახე. კარგი. კეთინო დღეს ქუჩაში არ გამოხვიდე. შეიძლება არებულობა მოხდეს. არ ვიცი რომ სადაც დავუბრუნდი. კარგი, ასეთ არ გაქვს. საიდუმლო სტამპისა და იარაღის საწყობის მიკვლევის მიზნით დროებით ვანთავისუფლებ ნიკო ანდრიასძე ახატნას, რომელიც აყვანილი იქნება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. სტამპისა და საწყობის მიკვლევისთანავე დაპატიმრებული იქნება. მიტინგი დაიწყო. ბატონებო! მათი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნაცვალი გრაფი ვარანცოვ დაშკოვი მეფის უზენაეს წყალობას გილოცავ და მარწმენას გამოსთქვამს, რომ თქვენ ღონიურულად გამოიყენებთ მას და იმ საზღვარს არ გადასცილდებით, სადაც თავისუფლება თავდება და უწესობა იწყება. ამხანაგებო! ამ დიად გამარჯვებას მეც მოგილოცავთ. მაგრამ არ დაიჯერო თითქოს იგი ზემოდანებოძებიო ჩვენთვის. მუშისა და გლეხისათვის მათ, ტყვიისა და მათრახის მეტი არაფერი უბოძებიათ. ეს გამარჯვება ნიკოლოს ჩვენ სისხლიანი ხელებითა და კბილებით გამოუგრიჯეთ. გაიხარეთ მეთქი, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ დღევანდელი დღე დასაწყისია იმ დიადი მიზნისა და გამარჯვებისა, რომელსაც კიდევ ზღვა სისხლი და წრემლი შეეწირება. ბატონებო, ამ უზარმაზარი ქუჩის შეკვრა დიდარევდარევას იწვევს. ამიტომ გთხოვთ ბატონებო, ეს ქუჩა დასცალოთ
და შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება სხვაგან განახორციელოთ. სიტყვის თავისუფლებისათვის პროსპექტი საჭირო არ არის. ნაცვალებისაგან გავსიოთ და იმ ლაშქარს შევუერთდეთ, რომელმაც მეფეს ეს მანიფესტი გამოგლიჯა და შემდეგშიც ეს ლაშქარი იქნება ერთადერთი დამცველი რევოლუციისა და სოციალიზმისა. მანიფესტის გამო მიხელ გაბრიელის კავშირს პოლიციის დახმარებით მიტინგის შაშლა განუზრახავს. ახლავე გადაეცი ჩვენებს პროვოკაციას არ წამოება ჩქარა. შორდეთ ახაურობას. თქვენს საქმე მაგზურა. გურგენიც უნდა დავაპატიმროთ. მომხენ. აქაურობას კარგად ვიცნობ სასულო სარდაფია. მოდი. ფრთხილად. აქეთ. შედაგეძებდი ზურაბ, ფოცხვის ერიდე. მოსყიდულია, 100 მიუცია 300 შეპირებია. ეს რა მოიგონიკეთო? მე თვითონ წავიკითხე ფოცხვის ერიდე ზურაბ. აბა ახლა თვითონ მერიდოსის გამცა. სანდროა ორივეს მოკლავს. მოგეშინიან. აქეთ წამოდი. აქეთ. გაჩხრიკეთ. ახლავე გამოდით. თორემ გესვრით. კარგად გაჩხრიკეთ. ჩემი თვალი დავინახე, ვიღაცასთან ერთად აქ შემოვარდა. არავინ არის. აქეთ გარბიან. მომყევით. შენთან არაფრის არ მეშინია. არ მეშინია.
მოკლეს ფოცხვერი. რას თქვი? წუხელ ფოცხვერი მოგვიკლეს. ვინ არის ფოცხვერი? ვითომ არიცი. არ ვიცი. სოციალ-დემოკრატი. მაშინ თქვი მოგვიკლესო. რომ არ მოეკლა დღეს ან ხვალ სტამბასაც აღმოაჩენდა და შენს მეგობარ გურგენიძეს დაგვაჭერინებდა. გურგენიძე ჩემს მეგობრად რაც მიგაჩნია? იმიტომ მიმაჩნე რომ გაცინფირებას გადაარჩინე. ამიტომ? ამაზე მეტი რა გინდა? გურგენიძე მას შემდეგ ხარითაც არ მინახავს. თუ მეგენატრა ხვალვე შემიძლია გაჩვენო. ამე მშვიდობის. ნახშირი, ნახშირი. მაწონი, სამოვარნი ბესო. გათავდა, მეტი აღარ არის. აღარ არის? სულ გადმოვიტანეთ. მეტი სიფრთხილეა საჭირო რომ ამ ადგილსაც არ მოაგულიონ. კიდევ არ ამჯერა, რომ ფოცხვერმა გაგვცა. მე თვითონ დავინახე, როცა წითურ ჯაშუშთან ერთად ოხრანკის საიდუმლო გაყოფილებიდან გამოვიდნენ. ქეთოს უნდა უმადლოთ, რომ ეს სიარაღი გადაგვირჩა. ქალბატონი, ერთ კაცს თქვენი ნახვა უნდა. ვინ არის? არ ვიცი. სთხოვე? მობრძანდით? ნება მიბოძეთ? დაბრძანდით? მიცანით? არ მაკუნდებით. პირველად ერთმანეთი თქვენს ბინაზე ვნახეთ. მეორედ სასაფლაოზე. გურგენიძის კარგი ნაცნობი ყოფილხართ. სასაფლაოდან დავბრუნდი, კლიმიაშვილს ყველაფერი მოახსენე, მაგრამ თქვენი ვინობა კი დაუმალე. გურგენიძეც აღარ დავაპატიმრე. ჩემთვის სულ ერთია, გინდა აპატიმრეთ, გინდა რა. მე არაფერი ვიცი. არა, ქალბატონო, სულ ერთი არ არის. მე ყველაფერი ვიცი. რა იცით? რას მაშინებთ? უნერთმა და მიფროსულად არ გაჩინეთ. ისიც კი ვიცი, რომ იმ დღეს გურგენიძემ გადაგარჩინათ, რომ თქვენ მასთან ერთად იმალებოდი ჯურხუმში, რომ ორივენი ერთად იწეკით თივარში და
პატიეთ ქალბატონო თუ მიბრძანებთ ხმასაც არ მოვიღებ და ეხლავე გიახლებით. შეურაცხყოფაც კი მომაყენეთ. ღმერთმა დამიფაროს როგორ შეიძლება რა ბრძანება თითქოს რევოლუციონერებს ხვდებოდეთ და ჯაშუშობდეთ. ღმერთო ჩემო, რა საცაკლობა. რა საკვირელია საცაკლობა. თითქოს ქმრის საიდუმლო საქმეებში ხელებს აფათურებდეთ. აბა მას თქვენ როგორ იკადრებით, ა? რა გინდა თვისთვის მოსულხართ? თქვენი სიკეთის მეტი არაფერიც არ მინდა. ერთი საწყალი კაცი ვარ. ხალანზე გმომკლავენ. ქურივი ცოლი და 3 ოფოლი დამრჩება. მე მარწმუნე კაცი გახლა ვარ და ქვეყნაზე ყველაზე ძალიან ჩემი შვილები მიყვარს. მათ ცივად, შიად, წყურია და გამკითხავი კი არავინ არ აყავს. ჩემს ხელობას ძაღლიც კი არ იკადრებდა. თქვენ წულს ჩააქცევით და ახურე დააჭამეთ. გმადლობთ, ქალბატონო, გმადლობთ. საფლავზე თქვენ შვენიერი ბეჭედი აჩუქეთ პოლიციას. აი ის რომ ჩემთვის მოგეცადე მას ჩემს საწყალ ცოლს მივართმევდი. იმანგი მეორე დღეს ვეგახკიდე და მას შემდეგ ლოთობას უფრო უმატა. მარა, დროა მიბრძანდეთ. გმადლობთ, ქალბატონო, გმადლობთ. თუ ჩემი თავი დაგჭირდეს, ეგას პირით შევმითვალეთ. ამერიდან უნდა და თქვენ ხომ მეგობრები ვართ, ა? ეკა! გააჩერეთ შენი მეგობარი. გმადლობთ, ქალბატონო, გმადლობთ. ღმერთო ჩემო, ნამდვილად სანდრო მომიგზავნა. რა ამბავია, კეთო? დედა, დედიკო, აღარ შემიძლია მსახს უნდა გავშურდე. რას ამბობ, შვილო, გონსმოდი? სიბინძურის მორევში ვიხჩობი, დედა. რა მოხდა? მითხარი, შვილო, დედა ვარ, ნუ დამიმალა. სანდრო ჯაშუში მომიგზავნა. დავიღუპე, დედა. ჯაშუში? გამქონდა საერთო ყლი მიაშურდა. ვისთვის შევწირე მას ჩემი ახალგაზრდა. ყველას თავისი ხვედრი აქვს, შვილო. არა, დედა. თავიდანვე უნდა ვცოდოდა, რომ ჭუჭყიან მუდის მხოლოდ ჭუჭყიანი კაცი ჩაეცვალა. რაღაც გული თუც მეუბნება. ფრთხილად იყავი, კეთო. მე მარტო არ შემიძლია მხლარდის გახსნა. ძალიან ვთხოვ დღესვე მანახო ზურაბი. ახლავე. არ ვიცი სად არის ქეთინო, თორემ განახვევდი. როგორც გავიგებ, შეგატყობინე. შენი იმედი მაქვს, ჩემო მათიკო. ძალიან საჭიროს მე მაქვს. კარგი.
ვარ, კეთო ვარ. კარიგან მიხეთო. კეთო. შემოდი, მარტო ხარ? როგორ მოგვაგენი? ვინ მოგასავლა? მართას გამოვყევი. ხომ არავინ ითოთოლებდა? ნუ გეშინია არავინ. არ მჯერა. კოლიმიაშვილი დაგეშილი მეძებარია. ჯაშუშს მოგიჩენდა. მომიჩინა კიდეც. იყო ჩემთან. შენთან? ხო, ფული მთხოვა. მე? მივეცი. ეგ რა გიქნია, კეთო? არ ვიცი, ზურაბ. მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. რადგან შენთან ვარ, აღარაფრის მეშინია. ვაი, თუ დაგებულ ხაფანგში, ნადირზე უფრო ადრე თვით მონადირე გაებას და სხვებიც გააბას. ღმერთმა დაიბაროს. ჩემ რჩევას არ გადაუხვიო. ამ სახლის გზა დაივიწყე, კეთო. არ შემიძლია, ზურაბ. ვერ დაგპირდები. კეთინო. აღებული ტვირთი მოთმინებით უნდა ზიდო. სახლში დაბრუნება აღარ შემიძლია, ზურაბ. სული მეხუთება. მეც აღარ შემიძლია ნუშენოთ, მაგრამ არა უშავს. დრო მოვა და თვითონ მოგნახავ. ახლა კი ფრთხილად. გული მეუბნება გვითვალთვალებენ. ამ სახლის გზა დროები დაივიწყე, გთხოვ. მე მას არ შევხვედრი ვარ. ყველასკნელად რო ისნახე? სახლში რომ დამალე. შემდეგ არც ერთხელ. არც ერთხელ. არც სასაფლაოზე. არც სასაფლაოზე. არც სტუმრო მუხლაი სადავში. მეც მეორე დღეს. სვინია. სად არის ბეჭედი? ჰა? რაინა ჩაგივარდა. იქნებ გურგენიძე საჩუქე. ჰა? წაიშო კანე. შენესთან ისახურებით რომ გურგენიძის კვას ვიგვაქნებინე. ზურაბი უნდა დაბატიმრო. შენ ფიქრობდი როგორც ჟანდარმის ცოლს ღალატს გაპატიებდნენ და ხელს ვერ გახლებდნენ. მიბრძანდით. ეხლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. სადაც გინდათ იქ წამიყვანეთ. ახლავე დარეკე და უბრძანე შეაჩერო სტამბაზე თავდასხმა. ჩქარა! კეთო. გონს მოდი. გასცირებული. ჩქარა მეთქი! ვერ მესვი. ძალა არ შეგწევს. კაცი რომ მოკლა, ამისათვის საჭიროების ყოფა რომელიც შენ არ გაგას. ბატონ პოლკოვნიკო, ისინი იქ არიან. კარგი. დავიდეთ.
იართ ბატონო პოლკოვნიკო. მოვღებით. იართ. ნიკო მოგეშვი. მოგივიდა. კეთინო. კეთინო. წყალი ჩქარა. ზურაბ თავს უშველეთ. მომკლეს. ცარიზმი გამოსავალს ეძებს და არავითარ მოტყუებასა და პროვოკაციას არ ელოდება. რას კითხულობ? ჩაშოთო. სად გაგონილა ღვთისა და მეფის ტყუილი? ჩვენ ბოლშევიკები მოუწოდეთ პროლეტარიატს ემზადონ შეიარაღებული აჯანყებისათვის ცარიზმის წინააღმდეგ. ყური არ უგდონ მეფის ტყუილებს, კადეტების, მენშევიკებისა და ესერების რჩევას ბრძოლის შეწყვეტის შესახებ. კვარა. სტამბაც იქ უნდა იყოს. იატაკი. მესმის ბატონო პოლკოვნიკო. კვარა. ამოდით. გაიძი. ამოდით. ისეუბნებიან. არა. ხალები დავით. ჩასასვლელი. ჯარი